რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთის წინ გადაიკეტა. თქვენ ხედავთ ქვეყნის მთავარ გამზირს და მოქალაქეებს, რომლებმაც სულ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადმოინაცვლეს საავტომობილო გზაზე და სულ ცოტა ხნის წინ საავტომობილო მოძრაობა შეწყდა, რადგან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. რამდენიმე წუთის წინ აქ იყვნენ მოსულები საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ეგრეთ წოდებული დაკავების ავტომობილებით მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ მათ გაეთავისუფლებინათ საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები არ იშლებიან და თქვენ ხედავთ, რომ ხელი-ხელ ჩაკიდებულად ეხლა აქციის მონაწილეები დგანან ქვეყნის მთავარ გამზირზე. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა კონკრეტული დრო მისცეს აქციის მონაწილეებს, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გელაგელაძის უწყების თანამშრომლები ამბობენ, რომ მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა გელაგელაძის უწყება? სავარაუდოდ ცოტა ხანში გახდება ცნობილი. პარალელურად თქვენ ხედავთ ალბათ კადრში მოქალაქეების რაოდენობას. დღესაც ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა. ისინი არ უშინდებიან ანანაირ სახის რეპრესიებს და იმ კანონს, რომელიც ივანიშვილის გუნდმა მიიღო და რომელიც რეალურად არის მიმართული იმისათვის, რომ აქციები შეწყდეს, თუმცა ამის მიუხედავად საავტომობილო მოძრაობა ყოველდღიურად იკეტება რუსთაველის გამზირზე. ამ წუთებში საქართველოს ჰიმნი სრულდება რუსთაველის გამზირზე. პარალელურად აქ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების რაოდენობაც იმატებს. გაჩვენებთ ეხლა კადრში, თუ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვაჩვენოთ პოლიციელები, რომლებიც არიან მობილიზებული მიმდებარე ტერიტორიაზე. მას შემდეგ გადმოინაცვლეს მათ რუსთაველის გამზირზე, რაც მოქალაქეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა დაეკეტათ. აქციის ერთ-ერთ მონაწილე შეგვიძლია, რომ გავესაუბროთ ჩვენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს, რომლებიც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საავტომობილო გზაზე არ გადასულან, თუმცა არიან აქციაზე. ჩვენ ხედავთ, რომ რამდენიმე წუთის წინ პოლიციელები იყვნენ მოსულები, რომლებმაც კონკრეტული ვადა მისცეს აქციის მონაწილეებს, რომ გაათავისუფლონ გზა. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით? ყოველდღიურად რომ გზა იკეტება, ეს რისი მთქმელია თქვენი მხრიდან ხელისუფლების მისამართით? ჩვენ როგორც ხედავთ, რეჟიმი უფრო და უფრო ცდილობს, რომ ადამიანები შეავიწროოს არაკანონიერი გზებით, თუმცა არ მგონია, რომ ეს პროტესტი გაჩერდეს. მე ამ ეტაპზე ვერ ვბედავ გადასვლას და ამას გარკვეული მიზეზები აქვს, თუმცა მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომ აი აქ გამოსვლით ტროტუარზე დგომით, ვიცათ უშუალოდ იმ ადამიანებს, ვისაც ახლა შეუძლია ამის გაკეთება, რომ გადაკეტოს გზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არც ბრაზი, არც ის ტერორი არსად არ წასულა და არც ჩვენი მეგობრები არ გამოსულან ჯერ ტყვეობიდან და აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ პროტესტი. მადლობა. დიდი მადლობა. ასეთი ვითარებაა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ბუნებრივია გვჩებით მიმდებარე ტერიტორიაზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად პირდაპირ ეთერში დაგებრუნდებით.